გამარჯობა ბატონ ზვია, დიდი მადლობა რომ გვეწვიეთ ზაფხულის შემდეგ ბოლო საარჩევნო წელი იწყება თქვენი კოალიციისთვის, პარლამენტისთვის. რა გეგმით ეს წელი წესით დაპირების მიხედვით საუკეთესო უნდა იყოს? მოგესალმებით ნინო, მოხარული ვარ რომ თქვენს გადაცემაში მოვედი, პირველად ვარ თქვენთან ამ ფორმატის გადაცემაში. რაც შეეხება რა გეგმები გვაქვს, გეგმები მე ვფიქრობ საარჩევნო წელს გვაქვს საკმაოდ სერიოზული, ერთი საარჩევნო წელი რა კი ვახსენეთ, საარჩევნო რეფორმა გვინდა ამ წელს განვახორციელოთ. ამ ნაბიჯის გადადგმას ვაპირებთ. დაპირებების მიხედვით ჩვენი დაპირებები რაც გახდათ რეფორმირებებთან დაკავშირებით, მაგალითად რეფორმირება სასამართლო სისტემის, რეფორმირება შინაგან საქმეთა სამინისტროს, რეფორმირება პროკურატურის, რეფორმირება კიდე ბევრი მიმართულებით ჩვენი მხრიდან იქნა განხორციელებული რეფორმა, იმის რეფორმაა, რომ მის შედეგებს მოგვიანებით ნახავს საზოგადოება. ისიც რომ ჩვენ ასე ვთქვათ დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბების მიმართულებით გადავდგით სერიოზული ნაბიჯები, აქაც მე შემიძლია ვთქვა ამაყად, რომ დღეს საქართველოს ხელისუფლება სწორედ სამი შტოსგან შედგება და ეს სამი შტო ერთმანეთს აბალანსებს: სასამართლო, საპარლამენტო და აღმასრულებელი ხელისუფლება. კიდე შეგვიძლია ბევრ სხვა თემაზე ვისაუბროთ და მზადა ვარ თქვენ კითხვებს დაველოდები. დემოკრატიული პროცესები. მოდით ამით დავიწყოთ, ვინაიდან ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემა ზუსტად აი ჩვენი შეხვედრისას და საუბრისას ეს გახლავთ. ვინაიდან 2 დღის წინ პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ ქვეყანაში პრაქტიკულად დაადასტურასავით, რომ არაფორმალური მართვა არსებობს. ასე აღიქვით თქვენ ეს და ეს რამდენად შესაბამისობაშია ქვეყნის დემოკრატიულ მართვასთან და დემოკრატიზაციასთან. როცა არაფორმალურ მმართველობაზე ლაპარაკობენ, სულ ლაპარაკობენ, რომ ბიძინა ივანიშვილს აქვს გავლენა ჩვენს ხელისუფლებაზე. მე ვადასტურებ, რომ აქვს. ბიძინა ივანიშვილი იყო ჩვენი კოალიციის ლიდერი, მან ჩამოაყალიბა ეს კოალიცია, იყო პირველი პრემიერ-მინისტრი იმ ფორმატში, რომელ ფორმატშიც ესე იგი ჩვენ შემდეგ გადავედით ბიძინა ივანიშვილმა გადადგა ნაბიჯი და უარი თქვა პრემიერობაზე და ახალი კონსტიტუციის პირობებში ყავს პრემიერ-მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილის აზრიც და მოსაზრებებიც მე ვიტყოდი რომ ჩვენი ხელისუფლებისთვის რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია არა მარტო ჩვენი ხელისუფლებისთვის, არამედ ბიძინა ივანიშვილი როგორც საზოგადოების წევრი როცა რაიმე მოსაზრებას ამა თუ იმ საკითხთან გამოთქვამს, ნახავთ რომ ყველასთვის არის ეს ძალიან მნიშვნელოვანი, იმ წუთას ეს ხდება საყოველთაო განჯის, დებატის, დისკუსიის თუ მხარდაჭერის საგანი და ეს არ არის ახლა რამე მოულოდნელი იმაში, რომ ჩვენი კოალიციის ლიდერი, რომელიც მე ვისურვებდი, რომ გვენახა ისევ აქტიურ პოლიტიკაში ჩართული ისეთი ფორმით, როგორი ფორმითაც იყო, არის გავლენიანი ადამიანი და მის მოსაზრებას, რა თქმა უნდა, სერიოზული ძალიან გამოხმაურებები აქვს მთავრობის მხრიდანაც, არასამთავრობო სექტორის მხრიდანაც, უბრალო მოქალაქეების მხრიდანაც და ასე შემდეგ. თუმცა ერთია მოსაზრების გამოთქმა და ამ მოსაზრებების თქვათ აქტუალიზება, საინტერესოობა და მეორეა ჩართულობა მისი მართვაში. თქვენც დაარქმევდით ამას არაფორმალურ მართვას? მე არ დავარქმევდი ამას არაფორმალურ მართვას, ამას მე დავარქმევდი იმას, რაც ეს არის. სინამდვილეში, ეს სინამდვილეში არის ძალიან გავლენიანი და ავტორიტეტული ადამიანისთვის ანგარიშის გაწევა მის მოსაზრებებში. ეს არის ბიძინა ივანიშვილი, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომელმაც ჩვენი კოალიცია ჩამოაყალიბა, რომელმაც შექმნა პირველი მთავრობა იმ ფორმატით, რა ფორმატით დღესა ვართ. ყველანი პრემიერ-მინისტრიდან დაწყებული და ვიცე-სპიკერი ზვია ძიზიგურით დამთავრებული იყო დაუშვათ კოალიციის განჯის საკითხი, უნდა დანიშნულიყო თუ არ დანიშნულიყო ამ საკითხზე და გადაწყვეტილებას პირველი პრიმა სიტყვა აქ ჰქონდა ბიძინა ივანიშვილს და მისი გადაწყვეტილიყო. ამიტომ ეს არის პირობითად შეიძლება ვთქვა და პრაქტიკულადაც შეიძლება ვთქვა, რომ არის ბიძინა ივანიშვილის გუნდი. აი, უფრო კარგად რომ გაიგოს ჩვენმა აუდიტორიამ ახლა, რა ტიპის გავლენებზეა საუბარი? აი, თქვენ რა იცით? რა დროს ერევა, რა დროს ერთვება? როგორც ჩანს, ეს შეიძლება სერიოზული პრობლემა გახდეს საგარეო მოხმარების თვალსაზრისით დაკავშირებით. თქვენ ნახეთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა გამოთქვა მოსაზრებები კრიტიკული ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით და ეს მისი კრიტიკული მოსაზრებები იყო გაზიარებული ჩვენი პოლიტიკური გუნდის მიერ. ეს ძალიან კარგად ნახეთ ყველამ. იყო მთელი რიგი საკითხები კიდევ, რომელზეც ბიძინა ივანიშვილი ღიად გამოვიდა და დააფიქსირა თავის პოზიციები და ჩვენთანაც კოალიციაში ეს აზრი იქნა გაზიარებული. ეს თუ არის არაფორმალური მმართველობა, რა ვიცი, თუ გნებავთ ასე დაარქვით, მაგრამ მე ამას ასე არ დავარქმევდი. ეს მინდა გითხრათ კიდევ ერთხელ, ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც მიიღო ძალიან დიდი და სერიოზული, ასე ვთქვათ,
ბერკეტი ქართველი ხალხისაგან 2012 წლის არჩევნების შემდეგ მისი მაღალი ავტორიტეტიდან გამომდინარე ეს ავტორიტეტი მას არსად არ დაუკარგავს დღესაც ავტორიტეტული ადამიანი და ჩვენთვისაც არის ძალიან გავლენიანი პოლიტიკური ფიგურა. მე ახლა თუ გნებავთ თქვათ რომ პოლიტიკიდან წავიდა ბიძინა ივანიშვილი და არ არის პოლიტიკაში და თვითონ ასე ამბობს ყოველ შემთხვევაში. ჩემთვის ის პოლიტიკური ფიგურაა, იმიტომ რომ ისეთი პოლიტიკური ამოცანები შეასრულა ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც ვერ შევასრულეთ მთელმა ოპოზიციურმა სპექტრმა ერთად აღებულმა რამდენიმე წლის განმავლობაში. საქმე ეხება იმას, რომ შვიდობიანი არჩევნების გზით დავამარცხეთ სააკაშვილის ხელისუფლება და რო არა ბიძინა ივანიშვილი ეს შეიძლება 20 წელი კიდე არ მომხდარიყო, ან 40, არ ვიცი რამდენი ხანი გაგრძელდებოდა. ამას გარდა ის ყველა ის ნაბიჯი, რომელიც იქნა გადადგმული რეფორმების მიმართულებით, ხელისუფლების გამიჯვნის მიმართულებით. საქართველოს პარლამენტი დღეს არის ნინო ძალიან სერიოზული ინსტიტუტი და ხშირ შემთხვევაში არის ოპონენტი მთავრობის და ბიუჯეტის კონტროლის მიმართულებით, საქართველოს მთავრობის მიერ შემოსული ინიციატივები ხშირად საქართველოს პარლამენტში ღებულობს სრულიად სხვა სახეს და ეს ცალსახად ადასტურებს იმას, რომ პარლამენტი აღარ არის იურიდიული კანტორა, რომელიც ამოწმებს პირდაპირ მხოლოდ შემოსულ მთავრობიდან შემოსულ კანონებს. სასამართლო ხელისუფლებაზე თუ ვინმეს ენა მოუბრუნდება და იტყვის დღეს, რომ სასამართლო ხელისუფლებაზე, ესე იგი, არის პოლიტიკური ზეწოლა, შეიძლება რაღაცა კონკრეტული რაღაც რეციდივები ან რაღაცები ვინმეს კონდეს ან დააფიქსიროს და ეს მე ვფიქრობ, რომ დემოკრატიულ ქვეყნებში შეიძლება ხდებოდეს. პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ სასამართლოს დავანებოთ თავი, რომ მედიას დავანებოთ თავი, რომ ბიზნესს დავანებოთ თავი, რომ ესე იგი შინაგან საქმეთა სამინისტროსთან პოლიტიკა გავმიჯნოთ მთლიანად, რომ პროკურატურის რეფორმა ჩავატაროთ. ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებები ყველა ბიძინა ივანიშვილის დროს იქნა მიღებული და მისი განხორციელება ხდება დღეს. როცა ამის განხორციელება ხდება, ამ განხორციელების პროცესში ბიძინა ივანიშვილს სიტყვაც ეთქმოდეს და მის სიტყვასაც ანგარიშს უწევდეთ, ამაში გასაკვირი რა არის? ან არაფორმალურ მმართველობაზე ვინც ლაპარაკობს, ცუდი რა გაუკეთებია ამ კაცს, ან 20 წლის განმავლობაში ბოლოს და ამ პოლიტიკური თვალსაზრისით თუ გნებავთ რა. მე ვიტყოდი, რომ თუ ჭკვიან და ავტორიტეტულ ადამიანს ანგარიშს გაუწევდა იმ სიტყვებს თუ მოსაზრებებს გაითვალისწინებს, რასაც ის ამბობს, ამაში დასაძრახი არაფერი არ არის. ბატონ ზვია, თუმცა ასე არ ივარგებსო გეუბნებიან თქვენი დასავლელი პარტნიორები, აი ბოლო დღეების კონფერენციას თუ მიუგდეთ ყური, იქ ითქვა რაღაც კრიტიკული მიმართულებები იყო, სწორედ აი ამის გამო რა პასუხი გექნებათ მათთვის? წინასაარჩევნო წელია მონიტორინგი განსაკუთრებული იქნება ხელისუფლებას. ჩვენ მე ვფიქრობ, რომ ჩვენი დასავლელი კოლეგების ახაც იმ შეხვედრიდან მოვდივარ, უნგრეთის დელეგაცია იყო ჩამოსული და ისინი ხაზს უსვამენ იმას, რომ საქართველოს ძალიან დიდი ნაბიჯები გადადგა დემოკრატიული რეფორმების მიმართულებით და მე ვფიქრობ, რომ ეს არის ყველა რაპორტში დაფიქსირებული, რასაც ჩვენი ევროპელი კოლეგები აფიქსირებენ და არის, რა თქმა უნდა, მაგალითად სახალხო პარტიის მხრიდან არის ხოლმე კრიტიკული მოსაზრებები, არის სხვადასხვა კრიტიკა. ევროპა როგორც ასეთი ერთიანი არა, ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის არის ის დასკვნები, რა დასკვნებსაც ოფიციალურად დებს ევროკავშირი, ოფიციალურად დებს ევროსაბჭო, კომისიები, მაგალითად ვენეციის კომისია და ასე შემდეგ. ყველა დასკვნა პოზიტიურია, მინდა გითხრათ რა, ძალიან სერიოზულად და ევროპელი კოლეგები მე ვფიქრობ, რომ ძირითადად სწორედაც რომ მიესალმებიან იმ კურსს, რომელიც საქართველოს აქვს დემოკრატიული რეფორმების მიმართულებით. მოკლედ ამაში თქვენ განსაკუთრებულ პრობლემას ვერ ხედავთ და არ მიგაჩნიათ, რომ აქ ხელისუფლება საფშეცდომა. მოდით შემდეგი თემა, მედია, რაც თქვენ ძანეთ, რომ ერთ-ერთი მიმართულება იყო, რაზეც თქვენ ძალიან დიდი პირობა დადეთ, სერიოზული პირობა დადეთ, რომ არასოდეს მედიას ახალი ხელისუფლება აღარ შეეხებოდა. დღეს რეალობაა, როდესაც თოქ-შოუები იხურება, სხვადასხვა არხზე ცვლილებებია. კონტექსტი ისეთია, რომ რაღაცნაირად გავს კიდეც იმას, რაც ნანახი გვაქვს უკვე მედიას არაერთხელ და განსაკუთრებით აი ამ გასულ 9 წელს, რაზეც თქვენ ხშირად აპელირებთ ხოლმე და ყველას გვახსოვს ძალიან კარგად. ის კი არა ბოლოს დახურული გადაცემის ავტორმა ინგა გრიგოლია მაგალითად წუხელ განაცხადა ერთ-ერთ თოქ-შოუში, რომ ის დარწმუნებულია, რომ გადაწყვეტილება სოლოლაკშია მიღებული, იგივე იმ ადამიანის მიერ, რომელსაც არაფორმალურ მართვაში სდებენ ბრალს. რა ინფორმაციას ფლობთ თქვენ ამასთან დაკავშირებით? თუ მოიგულიეთ, დარწმუნებული ვარ, რომ დაინტერესდებოდით ამ საკითხით. რა თქმა უნდა, დავინტერესდი და დაინტერესებულიც ვარ იმითი, რომ მედიას არაფერი არ შეეხოს. მე ერთი რამ მინდა ნინო რომ გითხრათ, რომ საერთოდ პოლიტიკური მოტივების ძებნა, რომ ეს თოქ-შოუები დაიხურა და ჩვენი ხელისუფლება არის ამაში
დამნაშავე, ეს არის ძალიან არასერიოზული, ჩემი თვალსაზრისით ასეთი ტიპის ცალსახა პოზიციის დაფიქსირება. მე გეტყვით, რომ მე კარგად მახსოვს ძალიან, რომ ჟურნალისტების დიდ ნაწილს დაურიგებდნენ შეკითხვებს. ამ შეკითხვების მიღმა მას, ესე იგი, გასვლის უფლება არ ჰქონდა და მიხეილ სააკაშვილი იჯდა და 2 საათის განმავლობაში თავისთვის სასურველ კითხვებს ისმენდა და შემდეგ როგორც უნდოდა ისე სცემდა პასუხებს. ბიძინა ივანიშვილმა დაამკვიდრა პირველად, როცა ყველაზე კრიტიკულ კითხვებს სვამდნენ ჟურნალისტები, ეგ გრძელდებოდა 2-3 საათის განმავლობაში. ირაკლი ღარიბაშვილმა იგივე გააგრძელა და უნდა გითხრათ, რომ ток-შოუებშიც მინისტრები, მაღალი თანამდებობის პირები, ესე იგი, ეს არავითარი პრობლემა არ არის, რომ ესე იგი ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ. არც ერთი ტელევიზია, მე მინდა პირდაპირ ხაზგასვლის ვთქვა, ერთი ტელევიზია იყო მეცხრე არხი, რომელიც იყო ბიძინა ივანიშვილის ტელევიზია, მის მიერ დაფუძნებული და პირველი რაც გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა, როცა პრემიერ-მინისტრი გახდა, დახურა ეს გადაცემა, რომ ვინმე სათქმელი ზედმეტი არ ქონოდა, რომ დაუშვათ ხელისუფლებას თავისი სატელევიზიო არხი აქვს, რომელიც უჭერს ხარს. ეს არის და ეს, ეხლა მუდმივად მიდის ლაპარაკი, რომ სოლოლაკში იქნა გადაწყვეტილება მიღებული. მე ხა უყურებ ყველა გადაცემას და უსმენ ყველაფერს, რაც არის ამ მედია ток-შოუების ირგვლივ დაწყებული თემა და რაც არხის მეპატრონეები ყველაზე ნაკლებად არიან ხოლმე, ასე ვთქვათ, მოქმედი პირები აქ. ერთი განცხადება მოვისვინე მხოლოდ და მე მინდა უბრალოდ ჟურნალისტებს კითხოთ, რომ ძირითადად არხის ხელმძღვანელობას კითხოთ, იქნებ რაშია საქმე, რა რეორგანიზაციასთანაა საქმე, რა ხდება, რა ვითარება. მე არა მაქვს არავითარი განცდა, იმიტომ რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდის დამოკიდებულებაც ვიცი, გემოვნებაც ვიცი და მიმართულებაც ვიცი, რომ ჩვენი მიმართულება არ არის ის, რომ აი ჟურნალისტი თავს არ დაგესხას, რომ ესე იგი ჟურნალისტმა არ გაგაკრიტიკოს, რომ მაამებლური კითხვები მოისვინო მისგან. არ მქონია ეს 3 წელია არასდროს ასეთი ტიპის დამოკიდებულება მედიასთან და თქვენ გონიათ, რომ ერთ დღეს უცებ შევცვალეთ დამოკიდებულება და მივადექით ახლა ток-შოუებს დასახურავად და თანაც ახლა ბოდიში მომითხოვია და როდესაც შენი ვარაუდის იქეთ არაფერი არა გაქვს ხელჩასაჭირი და ეს ვარაუდი ლამის უტყوار მტკიცებულებად გადააქცია, ცოტათი არასერიოზულია. ჩემი აზრით, მე ვარწმუნებ ყველას, თქვენს მაყურებელსაც, ყველას ვარწმუნებ, რომ ჩვენს ხელისუფლებას, კოალიცია, ქართულ ოცნებას არასდროს არ ქონია, არ დღეს არ აქვს და არც მომავალში არ ექნება მედიაზე ასეთი ტიპის ზემოქმედებისა და манипуლირების სურვილი. არა გვაქვს ეს, ნამდვილად გეუბნებით. არ გვეშინია ჩვენ არც ერთი კითხვის, არც ერთი გადაცემის. ძალიან ბევრი გავაკეთეთ საიმისოდ, რომ ჩვენ ამის არ გვეშინოთ. ესე იგი თქვენ ეჭვერ მეპარება, რომ ახლა გულწრფელი ხართ, ამისი თქვენი წარსული ამის საფუძველს მაძლევს, თუმცა მაინც მინდა გითხოთ, დარწმუნებული ხართ, რომ ინფორმირებული ხართ, რაც ხდება მედიაში, თუ თქვენც უბრალოდ ფიქრობთ, რომ ასე არ შეიძლება მოხდეს და აქედან გამომდინარე მაქვს კოალიციაში, თვითონ იმ კოალიციაში, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელიც კონსერვატიული პარტია გახლავთ და იმ კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარე გახლავართ მე, რა ინფორმაციაც მაქვს კოალიციაში, ჩვენ არავითარი ტიპის მონაწილეობა ამ გადაწყვეტილებებში არ მიგვიღია. მე არ ვამბობ, რომ აბსოლუტურად ყველა ინფორმაცია მაქვს, რაც დედამიწის ზურგზე ხდება, რა თქმა უნდა, ეს რომ თქვა არასერიოზული იქნება ჩვენი მხრიდან განცხადება, მე გეუბნებით, რომ ჩვენი პოლიტიკური კოალიციის პოლიტიკურ არც გემოვნებაში, არც გზა მიმართულებაში, არც დაუშვათ ხვალინდელ გეგმებში არ ზის მედიაზე რაიმე ტიპის ზემოქმედება. ეს მინდა ცალსახად ძალიან მკაფიო და ძალიან გადაჭრით განვაცხადო. ბატონ ზვიად, თუმცა აი მოდით კონტექსტი განვიხილოთ და გაქვთ თუ არა თქვენ შეკითხვები ამ კონტექსტის მიმართ, ეს მინდა გავარკვიო ახლა. მეცხრე არხი გასაგებია, რაც თქვენ ბრძანეთ, ყველაზე გასაგები ეს გადაწყვეტილება იყო და ამ არხის დახურვა, რაკიღა თქვა პირველმა პირმა, რომ აღარ მინდა რომ ასოცირდებოდეს ეს რაიმე ტიპის ჩარევასთან, გასაგებია. ამის შემდეგ იყო მაესტრო, სადაც მიყოლებით დაიხურა მაღალ რეიტინგული გადაცემები, ვახოსანაია, დიანა ტრაპაიძე, თეონა გეგელი არაერთხელ ყოფილხარ თქვენც მათი სტუმარი, თავისუფალი სივრცე მათი, ამას მოჰყვა ცხრიანის შევიწროება მთლიანად, მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ, ვინც დატოვა ეს არხი. ვასიკო ოდიშვილის სატირული გადაცემა, რომელიც მიბრუნდა თქვენი ხელისუფლებისკენ, ისიც გააქრა ეთერიდან, ეს მაესტროს კონტექსტი. ამას მოჰყვა იმედის კონტექსტი და მიყოლებულია კიდევ პირველი არხი ახლა უკვე ეკამიშველაძის თემით. აი ეს მთლიანი კონტექსტი იწვევს თუ არა თქვენში დამატებით კითხვებს და არ ყვევთ თუ არა როგორც დემოკრატია ადამიანი რა ხდება ამ თვალსაზრისით რომ თქვენს ხელისუფლებას არ ქონდეს კიდევ დამატებითი პრობლემა. კიდევ ერთხელ გეტყვით ნინო რომ მე რაც კოალიციაში მაქვს ინფორმაცია და კიდევ ერთხელ გეტყვით მე ძალიან კარგად
ვიცი კოალიციის საქმიანობის შესახებ ყველა ინფორმაცია მაქვს და უნდა გითხრათ, რომ არც ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობა არ არის ჩემთვის დაუშვათ რაღაცა მითიური თემა. ჩვენ გვაქვს ურთიერთობა, ამიტომ დარწმუნებული ვარ და ძალიან კაფეოდ ვაფიქსირებ, რომ არ არის ეს ჩვენი პოლიტიკური გეგმა, ასეთი ტიპის გეგმა არ არსებობს. მე დაველოდებოდი, საარჩევნო წელია. ცხელი წელი მოდის ძალიან. მე ამაში დაგეთანხმებით თქვენ და ვნახოთ ეს ტელევიზიები რა გადაცემებს შესთავაზებენ ტელემაყურებელს და იქნებ ჩვენ რამდენიმე თვეში მე და თქვენ ისე ვისაუბროთ იმაზე, რომ თურმე მართლა რეორგანიზაცია ჩატარებულა, თურმე მართლა რაღაცა სხვა ტიპის რაღაცა გეგმები ქონდა არხის ხელმძღვანელებს და ასე შემდეგ. იმიტომ რომ მე ველოდები, რომ სწორედად შემოდგომაზე დიახ, ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ საარჩევნო წელი იქნება დებატების გარეშე, იქნება დაუშვათ რაღაცა მწვავე კითხვებისა და შესაბამისი პასუხების გარეშე, ამიტომ დაველოდოთ ამ რამდენიმე კვირას, ან შეიძლება რამდენიმე თვეს. თქვენი მედი გაქვთ, რომ მოკლედ ეს ასე არ დარჩება და სივრცე არ დაიცლება საუბრებისგან. მე დარწმუნებული ვარ, რომ არავითარი სივრცე არ დაიცლება, იმიტომ რომ ეს არც არის სასურველი, რატო უნდა დაიცალოს, თუ კითხვა არსებობს, ეს კითხვა უნდა დაისვას და პასუხიც უნდა გაეცეს, თორე ის სხვაგან მოგროვდება მე ის უარყოფითი მუხტი და ის არც ქვეყნისთვის, არც ხელისუფლებისთვის, არავისთვის სასარგებლო არა და ეს ჩვენ ხელისუფლებაში ძალიან კარგად ვიცით. ამიტომ გარწმუნებთ, რომ მე არავითარი საფუძველი არ არსებობს იმისი, რომ ჩვენ დაუშვათ ტელევიზიებს მივადგეთ და გადაცემები დაიხუროს ასეთი ტიპის დამოკიდებულება ტელევიზიებთან მქონდეს. კარგად ვიცით, რომ ყველაზე უხერხული კითხვაც ჯობია დაისვას საჯაროდ და პასუხი გაეცეს საჯაროდ, ვიდრე ეს სადღაც უარყოფითი მუხტი სადღაც დაგროვდეს. რაც შეეხება რუსთავიორს, ის თქვენი ოპონენტი გუნდის, ასე ვთქვათ, გამხმოვანებლად მიგაჩნიათ დღემდე ქართული ოცნების აბსოლუტურ ნაწილს თუ არა დიახ, ამას აცხადებთ, თუმცა აი მაინტერესებს როგორც მედია სივრცის მიმართ რაიმე ტიპის სოლიდარობა თუ გაქვთ და თქვენ თუ იქნებით აი რუსთავიორის დამცველი მიუხედავად იმისა, რომ იქ თქვათ გენერალური დირექტორი არის ყოფილი პროკურორი. არ ვიქნები დამცველი, რატომ იცით? იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ უნდა ვიყოს სასამართლო ხელისუფლების დამცველი. სასამართლო, რასაც გადაწყვეტ, ჩემთვის ის იქნება სწორი და მისაღები. ვინაიდან კიდევ ერთხელ ვამბობ, არასოდეს სასამართლო არ ყოფილა ისეთი დამოუკიდებელი, რაც მე თავი მახსოვს, როგორიც არის დღეს საქართველოში. თუ იმას გონია, რომ ახლა ნინო გვენეტაძეს შეიძლება რომელიმე თანამდებობის პირმა, ან თუნდაც არათანამდებობის პირმა უთხრას, რომ იცით, თქვენ ასეთი გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ და ნინო გვენეტაძე ამას დაეთანხმება, ბოდიში მომითხოვია და არ ცოდნიათ ეს ქალბატონი მათ რა. მე კარგად ვიცნობ ქიბარ ხალვაშს. მინდა გითხრათ, მე მქონდა მასთან იმ ოპოზიციური ბრძოლის პერიოდში მასთან შეხება, ურთიერთობა მქონდა და ვიცოდი, რომ ქიბარ ხალვაში აპირებდა აუცილებლად სასამართლოში ამ საკითხის წამოწყებას და დაწყებას და მას თავისი ტაქტიკური მოსაზრებები ჰქონდა. ისიც ელოდებოდა სასამართლოში მიმდინარე რაღაც პროცესებს, რომ შემდეგ ეს ნაბიჯები გადაედგა. ამიტომ ჩემთვის ეს ძალიან ლოგიკურად არის ერთმანეთზე აწყობილი და სულაც არ არის ის შეთქმულების თეორია ჩემთვის მისაღები, რომ აი ახლა რუსთავი 2-იც, იმედიც, მაესტროც ყველა ერთად ეს იყო ასეთი დაგეგმილი, რომ ერთად ჯერ ერთი თუ ასეთი სურვილი ჰქონდა ხელისუფლებას თქვენ ისეთი გულუბრყვილობები გონივართ, რომ ახლა ეს არ შეიძლებოდა ისე გაეკეთებინა ხელისუფლებას, რომ რაღაცა ტაქტიკურად დაუშვათ ერთი, მეორე, მესამე, ყველა ერთად არ დაეწყო, დაუშვათ ასეთი შეტევა. აბსურდია, მე კიდე ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, არ არის ასეთი ტიპის არც სახელისუფლებო დაკვეთა, არც მოთხოვნა და არ არის ეს ჩვენ პოლიტიკურ გემოვნებაში. კიდე ერთხელ ხაზს ვუსვამ. აი ჩვენ გავიარეთ ორი თემა, ერთი დემოკრატიული მართვა, სადაც არაფორმალური მმართველი მოიაზრება საკმაოდ დიდი ნაწილისთვის, გარემოცვის არ გაგვიზომია რამდენისთვის, მაგრამ ფაქტია რომ ამაზე საუბარი არის, მედიის პრობლემებიც სასაუბრო თემაა და გუშინ გაჩნდა კიდევ ერთი თემა, რომელიც ასევე ამ განცხადებამდე მეც პირადად მეგონა მონაპოვარი აი გასული ცვლილებების. ეს გახლავთ მოსმენა თვალთვალი მეთვალყურეობა ადამიანებზე. ეკა მიშველაძე პირველი არხის ერთ-ერთი ჟურნალისტი აცხადებს, რომ მისი და ახლა უკვე მისი მეუღლის ალექსი პეტრიაშვილის ურთიერთობის შესახებ არსებობდა ინფორმაცია და მათ უთვალთვალებდნენ. აქ დაასრულა მან დასვა წერტილი, მეტი არაფერი განუმარტავს ეთერში და თქვა, რომ ეს პრობლემა ნამდვილად არსებობდა, მანამდე მხოლოდ ამის შესახებ სტიხმები იყო გავრცელებული. მან ეს დაადასტურა. თქვენ როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერს გეკნებათ თუ არა, თქვა სურვილი რომ გაარკვიოთ რაზე არის საუბარი, იმიტომ რომ აქ საუბარია ჟურნალისტის და ერთ-ერთი ოპოზიციური ლიდერის ყოფილი მინისტრის თვალთვალზე.
პირველად დარეგულირდა მოსვენების საკითხი საქართველოში. არ იყო ეს დარეგულირებული თემა. ეს იყო ხელისუფლების, წინა ხელისუფლების ექსკლუზიური უფლება, ვისაც გინდა იმას მოусმენდა, რასაც გინდა იმას გადაიღებდა. საზღვარი კადრები აქვთ გადაღებული, როგორც მიყვებიან, მე ეს არ მინახავს ჩემი თვალით, თუმცა იყო შემოთავაზება დეპუტატებზე, რომ რაღაცის ჩვენების ისეთი იყო, მე არ ვნახე და არც მომავალში ვფიქრობ, რომ არ ვინანებ იმას, რომ ეს არ ვნახე, სწორი იყო და 20,000 ფაილზე მეტი, რომლის გამოყენებაც მე ვიტყოდი უსინდისო მიმართულებით ხელისუფლებას, რომ ამის სურვილი ქონოდა შეეძლო ეს ფაილი გაანადგურა და საერთოდ ყველაფერი გაანადგურდა. იქნა მიღებული მოსვენების შესახებ კანონი საქართველოს პარლამენტში, რომელმაც ძალიან დიდი უნებათაღელვა გამოიწვია. ბევრი იყო მოწინააღმდეგე, ბევრი იყო სხვა ვარიანტის მომხრე, შეჯერდა და ოპტიმალური ვარიანტი იქნა მიღებული, სადაც სამსაფეხურიანი პრაქტიკულად კონტროლი არის მოსვენებთან დაკავშირებით. ეს არის დარეგულირებული თემა კანონმდებლობის მიხედვით. თქვენ თუ ამბობთ ეხლა რომ კანონმდებლობას ვიღაცა არღვევს და ისე ვინმეს უსმენენ, მაშინ ამას სათანადო დადასტურება ჭირდება. მე ეკას კარგად ვიცნობ, დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ეკას მტკიცება იმაზე, რომ იცით მე მისმენენ, არ არის ჩემთვის საკმარისი იმისათვის, რომ მოსმენაზე არც იყო საუბარი, მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ რაღაც ჩანაწერებზე იყო საუბარი. და მან თქვა რომ გვითვალთვალებდნენ. კი არ გვისმენთ. მე არ მინდა თქვენი შთაბეჭდილებით, ან ეკას შთაბეჭდილებით, ან კიდე სხვისი შთაბეჭდილებით იყოს რაღაცა სერიოზული. ამიტომ გეკითხებით, ხომ არ გაარკვევდით თქო ამ თემას პარლამენტში? როგორ უნდა გავარკვიო? საუბრით, გამოძიებით, ეს ძალიან მძიმე ბრალდებაა თქვენი ხელისუფლების. არ არის ეს ბრალდებას ნინო ჭირდება არგუმენტაცია. ის რომ მე მაგ განცდა რომ მისმენენ, ეს არც არგუმენტაციაა და არც ბრალდება. ეს არის ჩემი სუბიექტური დამოკიდებულება საკითხისადმი და არ მინდა მე, ესე იგი, არც ეკაზე, არც სხვაზე, ვინცა მე ბევრი მისმენია კიდე რომ ვიღაც სხვებიც გამოდიან და აი მისმენენ და მithვალთვალებენ და რაღაცა. არ არის. მოსმენების საკითხი არის დარეგულირებული კანონმდებლობით. მე გეტყვით რომ კანონმდებლობით არის დარეგულირებული, კანონმდებლობის მიხედვით ამას ყავს თავისი მაკონტროლებელი, ასე ვთქვათ, ინსპექტორი, რომელიც არის მთავარი პერსონა თამარ ქალდანი ამ შემთხვევაში, რომელსაც შეუძლია უფრო ზუსტი განმარტებები გააკეთოს თუ როგორ შეიძლება რა ვითარება შეიძლება მოსვენა და ასე შემდეგ. მე კიდე ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ამ მავნე პრაქტიკაზე ვთქვით უარი. ეხლა შეიძლება გითხრან, რომ აი, იცით, აი ბიზნესეც რაღაცა სადღაც რაღაც ზეწოლა მოხდა და იყო განცხადება, რომელიც აი შვეიცარიის ელჩმა გააკეთა კონკრეტულ ბიზნესმენთან დაკავშირებით. მე გეუბნებთ, რომ შეიძლება რაღაცა ტიპის შეცდომა, გადაცდომა რომელიმე მიმართულებით მოხდეს, მაგრამ ეს ამის განზოგადოება და გატანა, მე არ ვიცი ახლა როგორ უნდა გამოვიძიო, მაგალითად ეკა მიშველაძემ გააკეთა განცხადება და როგორ გამოვიძიო ის, რომ აი ეკას გაკეთებული განცხადება გამოვიძიოთ. კიდე ერთხელ ვამბობ, არსებობს რეგულაცია და ამ რეგულაციას აქ ესე იგი თავისი, ასე ვთქვათ, ნაბიჯები, რომელიც უნდა გადადგას თუ დაინტერესებულია პერსონა, რომ აბა მისი პირადი ცხოვრება არის თუ არ არის დაცული, მან ეს ნაბიჯები უნდა გადადგას. არ შეიძლება რომ განცდით და შენი საკუთარი ემოციით გააკეთო განცხადება და შემდეგ ეს განცხადება რატომღაც ოფიციალურ ბრალდებად გადაიქცეს ხელისუფლებისთვის. არ არის ეს საკმარისი, კიდე ერთხელ ვამბობ. მოკლედ მედია, ეს ბოლო განცხადებაც მაინც თქვენ მიგაჩნიათ თემად, რომელიც თქვენთან კავშირში არ არის, რომელსაც გაბრალებენ, რომელშიც არანაირი ხელისუფლებას და არც ერთ ტიპის მართლს, არც ფორმალურს, არც არაფორმალურს არ აქვს. მოვყევი, ესე იგი, ისტორია, რა იყო და რა არის დღეს. არსებობს კანონით დარეგულირებული საკითხი. თუ ვინმე კანონს არღვევს, ის უნდა დაისაჯოს. თუ ვინმე კანონის გადაცდენით ვინმეს უსმენს, ან ვინმეს უთვალთვალებს, ან რაღაც ჩანაწერებს აკეთებს, უნდა დაისაჯოს და პირველი მომხრე ვიქნები, რომ დაისაჯოს უმკაცრესად, მაგრამ მე რომ გამოვიდე ახლა ტელევიზიით და ვთქვა, რომ იცით, აი მე მისმენენ, მithვალთვალებენ, დამონტაჟებული აქვს ყველაფერი, ამის რაღაცა მტკიცებულება უნდა წარმოვადგინო, არ შეიძლება ეს ჩემი ნათქვამი იყოს დადასტურებული ჭეშმარიტება და უშუალოდ რომელიმე ინსტანციის რაღაცა პროცესი ხო უნდა დაიწყოს.
და თქვენ მეუბნებით რომ თქვენ დაინტერესდითო მე ვფიქრობ რომ უფრო უპრიანი იქნება ის ადამიანები ჩაერთონ ამ პროცესში თვითონ ახლა არც ბუკა პეტრიაშვილი და არც ეკა მიშველაძე არ არიან ადამიანები რომლებმაც თუ მათი უფლებები ირღვევა მათი უფლებები როგორ დაიცვან ეს ნაბიჯები გადადგან სამართლებრივი თვალსაზრისით არ იცოდნენ რა მე ვფიქრობ რომ მათ აქ ჩემი რჩევა და კონსულტაცია არ დაჭირდება ასე გები რაც შეეხება კოალიციას წინასაარჩევნოდ კოალიციის ასე ვთქვათ როგორც პირველივე თქვენ შეკრებისთანავე ამბობდნენ სიჭრელე ძალიან თვალშისაცემი გახდა მეოთხე წლის დასაწყისში, იმიტომ რომ კეთდება ის ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები შიგნით, ვთქვათ მეჭეაური ბოლო ერთ-ერთი მთავარი ფიგურა აქტუალური თქვენი კოალიციის შიგნით, რომელიც თავს ესხმის რესპუბლიკელებს და რაღაც ისეთ განცხადებებს აკეთებს, რომელიც სავარაუდოდ არ არის შეთანხმებული კოალიციასთან. თქვენ როგორ ფიქრობთ ამ თვალსაზრისით მეტი კოორდინაცია გჭირდებათ თუ არა? ნინო კოალიციას პირველი დღიდან რომ შეიქმნა მას შემდეგ ახასიათებს ეს მრავალფეროვნება, რასაც თქვენ სიჭრელეს უწოდებთ. არის კოალიციაში სხვადასხვა ბიოგრაფიის, სხვადასხვა მსოფლმხედველობის, სხვადასხვა დაუშვათ ეკონომიკური თუ პოლიტიკური გემოვნების ადამიანები. ამიტომ ჩვენ რასაც ვახერხებთ, ძირითადად ვახერხებთ იმას, რომ კოალიციის ამოცანა არის მართოს და ძირითადი გადაწყვეტილებების დროს პარლამენტი გადაწყვეტილებებს ღებულობს. ჩვენ ამას ვახერხებთ, მაგრამ არ არის ჩვენი სტილი, რომ ერთმანეთს აუკრათ პირი და ან ესა თუ ის მოსაზრება იყოს ძალიან მკაცრ ვერტიკალში ჩასმული და არ ქონდეთ ადამიანებს თავისი აზრის გამოთქმის. თუმცა მოსაზრებაც არის და მოსაზრებაც. მეჭეაურის ბოლო მოსაზრებები თქვენ მოგეწონათ. გეთანხმებით, მე კატეგორიულად არ მომწონს არც NGO-სთან, არც ოროსთან, არც სხვასთან დაკავშირებული საკითხები, თუმცა ერთ რამეში რომ მარგველაშვილი ვეტოს ძალიან უხერხულად ხმარობს, ძნელია რომ არ დაეთანხო. ვინაიდან მე არც ამ ბოლო ვეტოს არ ვეთანხმებოდი, რომელიც დაადო პრეზიდენტმა. ვინაიდან მას ჯერ წინასწარ ჰქონდა გადაწყვეტილი რომ ვეტოს დაადებდა ისე რომ კანონი თვალით არ ჰქონდა ნანახი და შემდეგ ვეტო დაადო ისე რომ პარლამენტმა რაც მიიღო კონსტიტუციის მიხედვით შენიშვნები უნდა გამოაგზავნოს სწორედ იმ ნაწილზე რა ნაწილზეც პარლამენტმა მიიღო კანონი ან ცვლილებები კანონში და მარგველაშვილის მიერ გამოგზავნილი შენიშვნები საერთოდ არ ეხებოდა იმ თემას რა თემაზეც იყო ამიტომ ასე ვთქვათ რბილად რომ ვთქვათ ცოტათი კონსტიტუციასთან არ ამგონია ვთქვათ კომფორტულ ვითარებაში ყოფილიყო ის შენიშვნები რომელიც პრეზიდენტმა გამოაგზავნა. ასევე პრეზიდენტის ვეტო რომელიც მოსმენების კანონთან დაკავშირებით მან გამოაგზავნა პარლამენტში უნდა გითხრათ რომ იყო ისეთი ვარიანტი რომელიც არც უმრავლესობას მოეწონა და არც უმცირესობას მოეწონა და უნდა გითხრათ რომ რამე ტიპის ესე იგი რაღაცა ცვლილებას ისეთი რომელიც აი თვისობრივი ცვლილება იქნებოდა არ ემსახურებოდა და მე დამჭა მაშინ განცდა და ეხლაც იმ პოზიციაზე ვარ რომ პრეზიდენტმა ვეტო ერთგვარად პოლიტიკურად ანგაჟირებულმა პოლიტიკური გავლენით დაადო ვიდრე დაუშვათ პრაგმატული ან რაციონალური მოსაზრებებით. რაც შეეხება ხა პრეზიდენტი ახსენეთ თქვენ მაინც მიგაჩნიათ რომ ის ხიბლი რომელიც თქვათ აქვს სამიშტოს დამოუკიდებლობას რაც თქვენ ახსენეთ ერთმანეთისგან გამიჯვნას არის მარგველაშვილისთვის მახასიათებელი? ერთი დადასტურებაა კიდე ნინო იმისი რომ ჩვენთან ხელისუფლების შტოები არის გამიჯნული. ეს კარგია თუ ცუდი? ბატონი, კარგია. გიორგი მარგველაშვილი. რა თქმა უნდა, ახლა თქვენ გონიათ რომ დემოკრატიული პროცესები სასიამოვნო პროცესები არ არის სასიამოვნო პროცესები. მეტი შრომა ჭირდება, მეტი ნერვების წვეტა ჭირდება, მეტი ასე ვთქვათ კონსენსუსი ჭირდება, მეტი კომუნიკაცია ჭირდება, ხშირად ხარ ძალიან უხერხულ და არასასიამოვნო ვითარებაში, მაგრამ დემოკრატია ესეა. სამაგიეროდ დაზღვეული ხარ იმისგან, რომ რამე სისულელეს არ ჩაიდენ და არ გააკეთებ იმას, მაგალითად, რაც არ მინდა ეხა მოვყვე, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ვილაპარაკეთ ჩვენ წინა ხელისუფლების შეცდომებზე და მე მგონი ეს თემა უნდა დაიხუროს და დასრულდეს, აღარაა უკან მუდმივად შეცდომებზე ლაპარაკი. ჭუის სასწავლებლად კი უნდა გამოვიყენოთ. ამიტომ ესეც ერთი დადასტურებაა იმისი, რომ პრეზიდენტი, პრემიერი, პარლამენტი, სასამართლო ეს არის 4 ინსტიტუტი, რომელიც დამოუკიდებლად მოქმედებს. მე როგორც ერთი ინსტიტუტის წარმომადგენელი, ხო პარლამენტის წარმომადგენელი, გავაკრიტიკებ პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტო. მაგრამ პრეზიდენტს თავისი მოსაზრება აქვს და მომავალშიც მე დარწმუნებული ვარ, რომ პარლამენტი გააკრიტიკებს თუ არ გააკრიტიკებს, ამის მიუხედავად ის თავის გადაწყვეტილებებს სხვა კანონებთან დაკავშირებითაც დააფიქსირებს. როგორ ხედავთ კოალიციას მომავალს, იმიტომ რომ ბუნებრივია ახალი სია დაგჭირდება, სულ მალია ეს ფორმაში მოსაყვანი ალბათ, იმიტომ რომ ერთი
წელი უკვე საკმაოდ ცივად და შემჭიდროებული წინასაარჩევნოთ. ალბათ უფრო გასაგები უნდა იყოს თქვენი აუდიტორიისთვის, ვინ უნდა წარმოადგინოს ქართული ოცნება როგორც კოალიცია. ეს მრავალფეროვნებას ისევ გაიზიარებდით, აი მეჭეურის არსებობა თქვენ გუნდში და ასე შემდეგ. მე ვფიქრობ, რომ მრავალფეროვნება ჩვენ გუნდში ისევ დარჩება. 2016 წლის არჩევნები ჩვენ იმ საარჩევნო რეფორმითაც, რომელიც შევთავაზეთ საზოგადოებას, არის ერთგვარად გარდამავალი არჩევნები. ჩვენ 2020 წლიდან გადავდივართ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, სადაც უკვე პარტიული მსოფლმხედველობა, პარტიული შეხედულებები, პარტიული ცხოვრება არის უფრო წინა პლანზე გამოწეული, ანუ უფრო პოლიტიკური ელემენტი უფრო მეტია პროპორციული არჩევნების დროს, ვიდრე მაჟორიტარული არჩევნების დროს. მაჟორიტარული არჩევნების დროს უფრო მეტია პიროვნული ფაქტორის გავლენა და უშუალოდ არჩევნების შედეგებზე, პროპორციულის დროს უფრო პარტიული გავლენა არის უფრო მეტი. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ 2016 წელს ჩვენ ალბათ კოალიციურ რეჟიმს შევინარჩუნებთ. ჩვენი კოალიციის სხვა სუბიექტების მოსაზრებაც ასეთია. და როგორი გვექნება საარჩევნო სია, როგორი გვექნება დებათაღელვა, ამას ყველანი ერთად ნახავთ, იმიტომ რომ არჩევნები როგორც წესი დაძაბული პროცესია და ამ დაძაბულ პროცესს ყველანი ერთად დავაკვირდებით ამ ერთი წლის განმავლობაში. თქვენ პირადად რა გეგმა გაქვთ? მოიაზრებით. მე არსად დავაპირებ პოლიტიკიდან წასვლას და ჩემი გეგმაც ამას შეესაბამება. ჩვენ კონსერვატორები ვართ კოალიციის ერთ-ერთი დამფუძნებელი პარტია, კოალიცია ფიქრობს, რომ აქტიურად დაიწყოს ახლა წინასაარჩევნო მზადება, ჩვენს კოალიციის ფარგლებში ძალიან აქტიურად ვემზადებით, საკმაოდ გაძლიერებულია კონსერვატიული პარტია დღეს თვითონ კოალიციის შიგნით ვაპირებთ ასევე აქტიურად, რომ კოალიციური გეგმები განვახორციელოთ. ჩვენ კოალიციაში ვართ და კოალიციის მიღმა არც ერთი ნაბიჯის გადადგმას არ ვაპირებთ. ჩვენი გეგმა არის, რომ კოალიციური შეჯერება რაც მოხდება შემდეგ ერთგულად დავიცავთ იმ პოზიციას, მიუხედავად იმისა, ჩვენთვის მოსაწონი შეჯერება მოხდა თუ არა მოსაწონი და მიგვაჩნია, რომ კოალიციაში მუშაობის პრინციპი უნდა იყოს სწორედ ეს. შეიძლება ჩვენ გქონდეს სხვა მოსაზრება ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ეს თვითონ კოალიციის შიდა დუღილის პროცესში უნდა იქ დამთავრდეს და შემდეგ უნდა დაუჭიროთ იმ გადაწყვეტილებას ხარი, რომელიც იქნება საერთო კოალიციური გადაწყვეტილება. ჩვენ ყოველთვის ასე ვმოქმედებდით, როცა ვიყავით ოპოზიციაში მაშინაც და კონსერვატორების აი ოფიციალური პოზიცია დღესაც ეს არის, რომ ჩვენ კოალიციური ჩარჩოების ფარგლებში ვმოქმედებთ. ბატონ ზვიად, დაპირებების გამეორება მოგიწევთ? რაც ვერ შეასრულეთ. ჩვენ შეგვიძლია ავიღოთ ჩვენი კოალიციის წინასაარჩევნო პროგრამა, რომელიც ჰქონდა 2012 წლის არჩევნების წინ და თუ გნებავთ ერთი გადაცემაც მე მზადა ვარ თქვენთან გავაკეთო და გეტყვით, რომ ლომის წილი იმ დაპირებებიდან არის შესრულებული. ფაქტი ერთია, რომ საზოგადოება შეიძლება ქონდა უფრო მეტის მოლოდინი, უფრო მოკლე დროში, უფრო უკეთესად, მაგრამ ლომის წილი არის შესრულებული. ერთი თემა, რომელიც ძალიან აწუხებს საზოგადოებას, ძალიან აწუხებს ყველას, ეს არის ლარის კურსი და უნდა გითხრათ, რომ ლარის კურსთან დაკავშირებით ჩვენი მთავარი გამოწვევა არის ეს დღესაც და ლარის კურსთან დაკავშირებით ჩვენი პატარა ქვეყნის პატარა ეკონომიკა ვერ გაუმკლავდება იმ პროცესებს, რომელიც არის მთელ მსოფლიოში. კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, თუ რუბლის კურსი კიდევ უფრო მეტად დაეცემა, ლარზე ეს აუცილებლად გავლენას იქონიებს, ეს არის ცალსახა და ჩვენ შეგვიძლია ამაში ძალიან მარტივი ლოგიკით დავწუნდეთ, რომ ჩვენი მთავარი სავაჭრო პარტნიორები, ვინც არის DST-ის ქვეყნები, არის თურქეთი, არის ჩვენს ირგვლივ ჩვენი მეზობლები და ყველას კურსი ეცემა. თუმცა ეროვნული ბანკის შესახებ კანონის მიღებით ჩვენი მოსახლეობის დასაცავად გადავდგით ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომ არ ვიყოთ დამოკიდებული მხოლოდ ეროვნულ ბანკზე. კონტროლის მექანიზმები დღეს ლარის კურსთან და საერთოდ ეროვნული ვალუტის კურსთან დაკავშირებით აიღო საქართველოს პარლამენტმაც, ვინაიდან ზედამხედველობის ის სამსახური, რომელიც კომერციული ბანკების ზედამხედველობას გულისხმობს და გავიდა ეროვნული ბანკის ასე ვთქვათ ფუნქციიდან, თუმცა იურიდიულად, ორგანიზაციულად იქ დარჩა, ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე ყოველწლიურ ანგარიშს, ისევე როგორც კონტროლის პალატა, ისევე როგორც დაუშვათ თვითონ ეროვნული ბანკი ჩააბარებს პარლამენტს ეს საზედამხედველო ორგანო, რომელიც ამ კანონით შეიქმნა სხვა ფუნქციების ფარგლებში. და ფინალში მაინც მინდა გითხოთ, რჩება შტაბის წევრობა ბოლო პერიოდში, რომ მაინც არ ხართ ისეთი აქტიური, როგორც იყავით.
ცოტა სინერტულად. მე ძალიან აქტიური ვარ, ნინო, ძალიან აქტიური ვარ, უბრალოდ აქტიური ვარ ხელისუფლებაში შიგნით და უნდა გითხრათ, რომ ხელისუფლებაში ყოფნა გულისხმობს აქტიურობის სხვა ფორმატს. მე არ მიმაჩნია, რომ ყოველდღე ტელევიზიაში ჯდომა ნიშნავს იმას, რომ ხარ აქტიური და თუ არა ხარ ყოველდღე ტელეეკრანების წინ, ასეთ შემთხვევაში არ ხარ აქტიური. ძალიან აქტიურ საქმიანობითა ვარ დაკავებული და უნდა გითხრათ, რომ ხელისუფლებაში ყოფნა არის ერთგვარი დისკომფორტი, სერიოზული დისკომფორტი, იმიტომ რომ ბევრ რამეზე შეიძლება გქონდეს სხვა მოსაზრება, მაგრამ ეს სხვა მოსაზრება ძალიან ბევრ რამეშია გადაკვეთაში და პასუხისმგებლობა, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნას თან ახლავს, არ გაძლევს ხშირ შემთხვევაში ამ თემებზე ლაპარაკის უფლებას. ამიტომ მე მაქვს გასიგრძე განებული ეს პასუხისმგებლობა და ჩემთვის თავარი ამოცანა არის არა სვიაძიძიგურის პოლიტიკური რენომეს, ასე ვთქვათ, რაც შეიძლება გააზრდა ან შეცვლა ან რაღაცა, არამედ ერთგულად მინდა ვემსახურო ჩემს ქვეყანას და გავაკეთო რაც შეიძლება მეტი. ამიტომ მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩემი პოლიტიკური აქტიურობა თუ გაიზარდა, თორემ არ არის შემცირებული. თქვენ ახლა რასაც მე პასუხობდით, ის კოალიციურ კონიუნქტურაში ზის? მაგალითად რაზეც საუბრობდით, რომ თქვათ არ არის დადასტურებული, თქვათ ბევრი სხვადასხვა თემა, რაზეც საყუდურობენ ხელისუფლებას. ახლა როცა თქვით, რომ კოალიციის წევრობა, პასუხისმგებლობა ტვირთია და არც თუ ისე კომფორტულია და ხშირად მიწევთ რაღაცეებზე, თქვათ, რაღაცებს ვერ ამბობთ. თქვენ ახლა რა თემებზეც მე პასუხობდით, ეს თემები არის ასეთ თემათა შორის? მესმის ნინო, საით მიყავთ საუბარი, მე რაც გელაპარაკეთ მედია თავისუფლების თემაზე, რაც გელაპარაკეთ დემოკრატიის თემაზე, შემიძლია ორივე ხელი ავწიო და ვთქვა, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდის მთავარი ღერძი არის სწორედ დემოკრატიული ღირებულებების დაცვა და ამაში შედის მედია თავისუფლების დაცვა, ამაში შედის ბიზნესის და კერძო საკუთრების ინტერესის დაცვა და აი შტოების დამოუკიდებლობა, სასამართლო, აღმასრულებელი და ასე შემდეგ. ეს არის დაცული მუხლები, ასე ვთქვა და ამ მუხლებს არავითარი საფრთხე არ ემუქრება და ეს კონიუნქტურის საკითხი არ არის. კონიუნქტურის თემა არის მაგალითად საგარეო ურთიერთობების თემები, უსაფრთხოების თემები, არის ისეთი თემებიც, რომელიც ჩვენს ვიზა ლიბერალიზაციის თემებს და ასე შემდეგ უკავშირდება. ძალიან ბევრი თემაა ისეთი, სადაც ხელისუფლების წარმომადგენლები ვერ ილაპარაკებენ ღიად და აქტიურად და ეს მე მინდა რომ უბრალოდ ყველასთვის კარგად იყოს ცნობილი, იმიტომ რომ ხელისუფლებაში ყოფნა სწორედ ამიტომაც არის მძიმე ტვირთი. დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ. ასევე